დღეს სასამართლო პროცესზე დაიკითხა დაქტილოსკოპიური ექსპერტი, რომელიც დაცვის მხარემ დაუნიშნეთ და რა თქმა უნდა დასკვნა, რომ აღნიშნულ გადასაფუთ პაკეტზე, რომელიც თითქოს და ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკით არის ამოღებული, არ აღმოჩნდა თითის კვალი. დღეს მიუხედავად პროკურორის კრიტიკული კითხვებისა, დაქტილოსკოპიურმა ექსპერტმა დაადასტურა კატეგორიული დასკვნის ფარგლები, რომ ნიკოლოზ კაციას თითის ანაბეჭდი არ იყო გადასაფუთ პაკეტზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთობლიობაში და დნმ-ის კვალი და თითის კვალი არ არის აღმოჩენილი. ამასთან ერთად ექსპერტმა განმარტა, რომ სხვადასხვა ვარიაციების მიუხედავად, რომ შემხებლობაში იყო თუ ვარგისი, იყო კვალი თუ ვარგისი, განმარტა, რომ გადასაფუთ პაკეტზე საერთოდ არ აღმოჩნდა თითის კვალი, ანუ შემხებლობა ადამიანის პიროვნების, რომელიც არის ინდივიდუალური, მოგეხსენებთ ეს კვალი არის ინდივიდუალური და უნიკალური და ერთადერთი. ნიკოლოზ კაცია თავდაპირველადვე იძახდა, თავიდანვე იძახდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა და იყო ჩადებული. ამასთან ერთად უარყოფდა ყოველგვარ კონტაქტს ამ გადასაფუთ პაკეტზე და ამასთან ერთად მიუთითებდა, რომ პირადი ჩხრეკისას მოხდა მისი პირის ღრუს დათვალიერება, შემოწმება და არსებობდა ეჭვი, რომ დნმ იქნებოდა სამომავლოდ გადატანილი აღნიშნულ პაკეტზე. ამ მოცემულობით ნიკოლოზ კაციას ვერსია, რა თქმა უნდა, დასტურდება, ვინაიდან აღმოჩენილი არის მხოლოდ დნმ და არ არის თითის კვალი. მოგეხსენებათ, დნმ-იც გადადის თითიდან ამ შემთხვევაში და უნდა ყოფილიყო ამოსული დნმ-თან ერთად, რა თქმა უნდა, თითის კვალი. და სწორედაც ადასტურებს ნიკოლოზ კაციას მიერ განვითარებულ ვერსიას.